გრძელებას. რა ხდება ამერიკულ პოლიტიკაში ამ კუთხით და რა ტიპის დისკუსია ახლავს მიმდინარეობს გიორგი ხატიაშვილი ჩაგურთვება ახლა ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გიორგი დილამშვიდობისა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის. გიორგი, ეს თემა აღმოჩნდა მნიშვნელოვანი წყალგამყოფი და სამხედრო მოქმედებები აღმოჩნდა მნიშვნელოვანი წყალგამყოფი იმ კოალიციაში, რომელსაც მაგას კოალიციას უწოდებენ და პრეზიდენტ ტრამპის გარშემო არის გაერთიანებული ძალიან ბევრი სხვადასხვა მცირე თუ დიდი ძალა. რა დინამიკაა ახლა ამ მხრივ, როგორ აღიქმება სამხედრო მოქმედებები, როგორც რესპუბლიკურ პარტიის შიგნით ამ მაგას კოალიციაში, ისე უფრო ზოგადად მთელ პოლიტიკურ სპექტრში. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. ხო, ესე იგი, როგორც შენახსენე, თუ ნავთობის ფასი მოიმატებს და მოიმატა ხო, $100 მეგონი ახლა როგორ გაიხსნება საფონდო ბირჟები, $100 გადაცდება ნავთობის ფასი, რაც ნიშნავს იმას, რომ ესე იგი, ბენზინი რა თქმა უნდა გაძვირდება და ეს ამას უკვე ჩანს, რომ დემოკრატები გამოიყენებენ იმ პრეზიდენტზე შესატევად და იმის სათქმელად, რომ აი ხა ჩაგვდო ომში, რომელიც არ გვჭირდებოდა და ნავთობი ძვირდება, ასევე თვითონ შიგნით ამ ტრამპის კოალიციაში, განსაკუთრებით თუ თქვენ ტაკერ კარლსონს მოусმენთ, ეს არის, რომ აი ჩვენ ეს კაცი ავირჩიეთ, რომ ომები დაემთავრებინა და ეხლა დაახლოებით ის, რომ ისრაელის მოთხოვნით კაცი ირანს თავს დაესხა. შესაბამისად, შიგნითაც ეს განხეთქილება არის. ნუ რაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით ჩანს, რომ მაინდა-მაინც ეს ომი პოპულარული ნამდვილად არ არის. და ნუ აქ რა შეიძლება ითქვას, რომ ხა ტრამპის გათვლა, რომ თქვათ, ნუ სწრაფად უნდა დაასრულოს და ნუ შეიძლება ისიც ითქვას, რომ ირანის გათვლა რა არის, რომ რაც უფრო გაიწელება ეს სამხედრო მოქმედებები, მით უფრო ხა ირანს ნამდვილად ხა იმის თავი არ გონია რომ ეგონოს რომ მოგების თავი არ აქვს ნამდვილად ხო ეგ უკვე ცხადია აქ არის რომ რაც უფრო მეტ ტკივილს მიაყენებს რეგიონს ნავთობის ფასს თუ შიდა პოლიტიკურად ეს ომი ამერიკისთვის გახდება არაპოპულარული რომ ასე ვთქვათ ეს წნეხები და წნეხების ერთობლიობა აიძულებს ტრამპს რომ გაჩერდეს და დაუზავდეს და ნუ თუ რეჟიმი ამ მომენტისთვის ფეხზე იდგა ის გადარჩება რაც ამ რეჟიმისთვის მოგების სტოლფა ყაიმი ფრე გადარჩენა ამ რეჟიმისთვის მოგების სტოლფასი ამწუთას. როდესაც ჩვენ საუბრობთ ირანის ამოცანებთან დაკავშირებით განსაკუთრებით არის თუ არა ერთი მთავარი შეცდომა გენერალურ პეტრეუსი საუბრობდა ამასთან დაკავშირებით ის რომ ირანმა უმისამართოდ პრაქტიკულად დაიწყო რაკეტების სროლა ყურის სახელმწიფოების მიმართულებით და ყველა მეზობლის მიმართულებით, მათ შორის ისეთ ქვეყნების მიმართულებით, რომლებიც საერთოდ მოლაპარაკებლის როლს თამაშობდნენ, როგორც არის კატარი, ან რომლებიც აშკარად წინააღმდეგები იყვნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებისა, როგორც არის საუდის არაბეთი. პრაქტიკულად ყველა გასვარა ამ ბრძოლაში, თუმცა ამავდროულად რაღაცნაირად ყველას უბიძგარო გაერთიანებულიყვნენ მის წინააღმდეგ. ამ ხრივ რა ხდება? ერთის მხრივ ლოგიკურია რომ ხა გარშემო ცეცხლი არ უნდა დაანთო. მეორეს მხრივ ასევე ის სამხედრო აუცილებლობა რომ ხა ლოს-ანჯელესს ვერ წუდება ირანი, რასაც წუდება არის ეს სამეზობლო ქვეყნები და ასე ვთქვათ ქაოსის და ცეცხლის დანთება სამეზობლოში რომ მე როგორც თქვი რა რომ მე ეს ქვეყნები თქო დარეკონ ვაშინგტონში და მიაწვნენ ტრამპს რომ ასე ვთქვათ დაამთავროს სამხედრო მოქმედებები ასევე ამ ქვეყნებისთვის დისკომფორტის შექმნა კი ამბობენ რომ მარტო ამერიკულ ბაზებს და ამერიკულ ვთქვათ იმებს უმიზნებთო რა ქვია მიზნებსო მაგრამ ნუ ახლა სასტუმროც ხდება იქ საუდის არაბეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მოხვდა ანუ შესაბამისად არის რომ ქაოსის შექმნა ნავთობის ფასის ზრდა რომ ესეც ესე ვთქვათ ტკივილი მიაყენოს და ასევე ასე ვთქვათ ერთადერთი სამხედრო გამოსავალი ირანისთვის ამ კუთხით ხო ერთის მხრივ ლოგიკა რომ რატო ეს მეზობლებს რომლებიც თქვა არ მონაწილეობენ საუდის არაბეთზე კიდე საკითხები იმიტომ ერთის მხრივ საჯაროდ ნამდვილად არ იყო მომხრე მეორეს მხრივ ვაშინგტონ პოსტში დაიწერა რომ ურეკავდა ტრამპს მუჰამედ ბინ სალმანი რომ განეხორციელებინა ეს ოპერაცია ცოტა კითხვები ჩანს მაგრამ ამის მიუხედავად ნამდვილად ეხა არც ერთი ყურის სახელმწიფო სამხედრო თვალსაზრისით არ ჩართულა და ირანი ვიცით რომ ჩვენ რო თქვათ ერთი პრეზიდენტის პირით ბოდიშსაც იხდის თუმცა დარტყმები გრძელდება ეს კიდე ცალკე საკითხია ეს ერთის მხრივ მიუთითებს რომ საერთოდ რამეს განაგებს ფეზეშკიანი საკუთარი ბუნკერის მიღმა რამეს თუ განაგებს კიდე საკითხავი ან შეიძლება მეორეს მხრივ ეს პოლიტიკის ნაწილია რომ ერთის მხრივ ბოდიში მოიხადო და მეორეს მხრივ დარტყმები განაგრძო გიორგი დაუბრუნდით ამერიკული პოლიტიკის დინამიკას ამ შემთხვევაში
რთულ დღეში არის JD Vance აშკარად, რომელიც არც გამოჩენილა მგონი ამ დღეებში. ანუ ერთი მხრივ ის არის თითქოს მემკვიდრე ამ მთელი მაგას კოალიციის, უფრისწული მაგას კოალიციისა. ის არის სწორედ აი ტაკერ კალსონი ვახსენეთ, სწორედ ამ ტიპის ხალხის და მათ შორის კალსონის რეკომენდაციით მოხვდა ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, თავის დროზე კანდიდატად წარადგინა და ასევე ის განასახიერებს თითქოს აი ამ ფრთას მაგას კოალიციისას ყველაზე მეტად, ხომ? როგორ ფიქრობ, რა ვითარებას უქმნის ეს ამ ტიპის კადრებს? იგივე JD Vance მაგალითად მომავალი არჩევნებისათვის და რა ტიპის წამზომია ჩართული ტრამპისათვის ახლა მის გათვალისწინებით რომ აგერ შემოდგომაზე არის დანიშნული არჩევნები ქვედა პალატაში და სენატში იქამდე ომი უნდა დამთავრდეს ამ არჩევნებში ომის შესვლა იქნება დამაზიანებელი უკიდურესად ტრამპისათვის არა, იქამდე ომი კი არ უნდა დამთავრდეს, თუ ტრამპს დაუჯერებთ, იქამდე კუბაც უნდა მოგვარდეს წესით და კანონით. და რაც შეეხება JD Vance-ი, რა თქმა უნდა, ხა ბუნებრივი მდგომარეობა JD Vance-ის არის ნონ-ინტერვენციონიზმი, როგორც პირიქით, ხო? რუბიო ალბათ თევზი წყალშია, იმიტომ რომ ხა ძველი ნეოკონსერვატიული ინსტინქტები არ დაცლუნგებია რუბიოს და შესაბამისად ის უფრო თევზი წყალში უნდა იყოს და Vance-ი რა თქმა უნდა, ალბათ კომფორტულად თავს არ გრძნობს. მეორე მხრივ ერთი მხრივ გუნდური თამაშია, მეორე მხრივ ხო ეს ადმინისტრაცია დაკომპლექტებულია უკიდურესად პიროვნული ერთგულებით და ლოიალისტებით. შესაბამისად, არც ხმის ამომღებია, რა თქმა უნდა, არ ვიცი ხა შიდა თათბირებზე თუ რამე წინააღმდეგობას გაწევს, მის მიღმა არც ხმის ამომღებია და ნუ საჯაროდ როცა დაევალება, რა თქმა უნდა, გამოვა და იტყვის ყველაფერს რაც საჭიროა, რომ აი ეს გავაკეთოთ. როგორც ვიცე-პრეზიდენტები იქცევიან ხოლმე, თუმცა ჩავარდება თუ არა ის აი კამელა ჰარისის მდგომარეობაში, რომელმაც ვერ მოახდენ, როგორც ვიცე-პრეზიდენტებს უჭირთ ხოლმე პრეზიდენტების შეცდომებისგან დისტანცირება, იმიტომ რომ ამ გუნდის ნაწილები არიან, ხო? ეს რაც ორლესური מחვილივით არის, სჭირდებათ ერთი ფრთის მოსამხრობად, თუმცა მეორე მხრივ აზიანებთ რაღაცა თების შენარჩუნების კუთხით. ამიტომ მას რთული არჩევნები ელის თუ მივიდა საპრეზიდენტო კამპანიამდე მისი კანდიდატურა. ნამდვილად კამალა ჰარის ვიცით ჩვენ რომ ეს ღაზაში ომი ну დაუჯდა არ დაუჯდა ეგ ხარ რთული სათქმელია მაგრამ ის მაინც ვიცით ზუსტად რომ ეხა მიჩიგანში ის არაბული ქალაქი რომელიც თქვათ ბაიდენმა 2020-ში მოიგო რა ვიცი 30 თუ 40%-ით ახლა კამალა ჰარისმა წააგო ის ქალაქი ხო დირბონ მიჩიგანზე ვამბობ რომელიც არაბები და მუსლიმები არის დასახლებული უმრავლესობა შესაძლოა კი ნამდვილად კამალა ჰარის ის რომ უფრო ადრე თქვა და არ მოუწოდა თქვა ცეცხლის შეწყვეტისკენ ისრაელს და ასევე ბაიდენის პოლიტიკის ერთგული იყო საბოლოოდ აი ამ დემოკრატიული პარტიის იმ ამორჩეულში რომელიც წინააღმდეგი იყო ამ ომის ძვირად დაუჯდა და ზოგადად ხო ნამდვილად რთულია გამიჯვნა როცა შენი პრეზიდენტი ამას ღალატად აღიქვამს რა თქმა უნდა და ყველაფერი დადის იმამდე ხო კიდე ის რომ ვინ აპირებს კენჭისყრას როგორ და რანაირად და ვინ საბოლოოდ ვის აქვს საპრეზიდენტო ამბიციები ახლა რა თქმა უნდა ყველა ფიქრობთ რომ რუბიოსაც აქვს ვენსაც აქვს მაგრამ საბოლოოდ გამოჩნდება რაზე შეთანხმებიან ორივე წავა პრაიმერიში თუ ერთი არ წავა და მოკლედ ესეთი რთული საკითხია და რაც შეეხება უკვე შუალედურ არჩევნებს თუ ასე გაგრძელდა ეს ასე ჯანშორია მაგრამ ну ტრამპის და რესპუბლიკელების გათვლა არის რომ არა მარტო ირანი უნდა დამთავრდეს ასე ვთქვათ შემოდგომამდე არამედ როგორც უსმენთ კუბაც კიდე ერთხელ ვამბობ ხო ირანის გათვლა რაც უფრო გაიწელება და ტკივილი რაც უფრო მოიმატებს ირანის გათვლა რომ ადრე თუ ვიან დამიზავდებიან რაც უფრო მიხვდებიან რომ ხა დაბომბვით კი ბატონო ხო დაბომბვის პრობლემა არ არის ხო მაგრამ მეორე მხრივ იემენი იბომბება 5 და რამდენი წელი იბომბებოდა და ბოლოს და ბოლოს რა ვიცი 400 კვადრატული კილომეტრია ღაზის სექტორი და ღაზა იბომბებოდა 2 წელი და ის ხამასი მაინც აგრძელებდა არსებობას ტუნელებში და ირანის გათვლა არის რომ რაც უფრო გაგრძელდება რეჟიმი არ შეიცვლება და თუ მეტეს დარწმუნებულებიან რომ ვერ შეცვლიან რეჟიმს მე ნუ ახლა დაბომბვა რო გაჩერდება ისე ერთადერთი ძალა ჩვენ ვიქნებით და ამიტომ ეს მათთვის გამარჯვებაა. ბოდიში ამ შემთხვევაში რა პოზიცია შეიძლება ქონდეს ისრაელს და ისრაელის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები რა შეიძლება იყოს. გასაგებია ტრამპმა თქვა რომ ჩვენ ისრაელთან ერთად მივიღებთ თუ გადაწყვეტილებებს მომავალში ირანის წყობასთან დაკავშირებით.
თუმცა ისრაელს არ ექნებაო გადამწყვეტი სიტყვა. ჩვენ გვექნებაო გადამწყვეტი სიტყვა. რა პოზიციონირება ამ კუთხით ახლა? თორემ ტაგერ კალსონი სწორედ ამ ძალიან ბოლო დროს ანტისემიტისტურ ტალღაზე დაждდა ძალიან ღიად უტევს ისრაელის სახელმწიფოს, მათ შორის ისეთი მმართველებიც, სადაც მათ კრიტიკა ნამდვილად არ ეკუთვნის. და ზოგადად ეს პლატფორმა აერჩია რესპუბლიკური პარტიის შიგნით ანტიისრაელური განწყობების გაძლიერება. საინტერესოა სხვა შორის რა ტენდენცია შექმნის ეს მომავალში. ისრაელისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ ახლა რა ვითარება არის ისრაელის პოლიტიკური პოზიციონირების კუთხით. ხო, ხა ისრაელის პერსპექტივიდან რა თქმა უნდა, ეს იყო ხელსაყრელი დრო იმ კუთხით, რომ თუ 7 ოქტომბრიდან გავაანალიზებთ რა მოხდა, ხო? ჯერ ასე ვთქვათ, ესე იგი იახია სინვარმა გაწირა და ჯერ საკუთარი ხალხი გაწირა, მაგრამ ხამასიც გაწირა. ამას მოყვა ჰეზბოლა, მერე დაემხო ასე ვთქვათ ასადი. ანუ ეს წინააღმდეგობის ნახევარმთვარე, რომელიც ირანი ასე ვთქვათ ასაზრდოებდა და ეხმარებოდა, ნელ-ნელა ჩამოიშალა და შესაბამისად და პირველ 12 დღიანი ომის დროს განადგურდა ირანის საერთსაწინააღმდეგო სისტემა, ანუ უკიდურესად სამხედრო თვალსაზრისით დასუსტებული იყო რეჟიმი და ისრაელი ირანს განიხილავს, ეხლა ამერიკისთვის ირანი ნამდვილად არ არის, ხო, ეგზისტენციალური და მოსისხლემტერი შეიძლება არის, მაგრამ ეგზისტენციალური საფრთხე ნამდვილად არ არის და ისრაელის ყველა პარტია, ყველა მეინსტრიმ პარტია, მარცხნივ თუ მარჯვნივ, მიიჩნევს, რომ ირანმა სრულზეც რომ იყოს ატომური იარაღის შექმნის, მათთვის არის ეს მიუღებელი, იმიტომ რომ ირანის მოქმედი ხელმძღვანელობა და უკვე 47 წელი აცხადებენ, რომ ისრაელი მიწისაგან პირისა უნდა აღიგავოს და ეს არის მათთვის მიუღებელი. შესაბამისად, ისრაელისთვის ეს სამხედრო ოპერაცია არის, თქვათ, რეჟიმის გაუნებელყოფა, მათთვის თქვათ, ინფრასტრუქტურის, სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, რომ ირანმა ვერ შექმნას ბირთვული იარაღი და ასევე ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი გაცილებით უფრო ხმამაღლა ამბობს ამ რეჟიმის ცვლილებაზე, განცხადებებს აკეთებს, ვიდრე ტრამპი. თუმცა აქ რა თქმა უნდა ის სტრუქტურული პრობლემა, რომ როდესაც ქალაქს ბომბავდა ბოლოს ხო ნავთობაზებს აფეთქებდა, ეხლა თეირანში უკვე სულ თქვა ჭირს და უზარმაზარი ყვამლია და ეხლა იქ მოლოდინი რომ ხალხი თავის გადარჩენაზე კი არ იფიქრებს, ეხლა მოედანზე გავარდება რომ რეჟიმი დაამხოს, ეს არც ამის მოლოდინი არც აქვს კონე არავის, სწორედაც რომ აი შემოგულ პროცესში მაშინ დაბომბვები უნდა შეწყდეს, ხო? ან როგორც ითქვა, ხო, რომ რა ვიცი, ეხლა იყო გაიჟღერა გაზეთებში, ხო, რომ ქურთები შევაიარაღოთ და მაგრამ პერეტრამპა ხო ისედაც პრობლემა არისო, ხა და იქ ქურთების შეიარაღება არ გვინდაო და შესაბამისად არ ჩანს და ეს ხა ნეთანიაჰუს ჩვენზე უკეთესმის, ხო, ხა რასაც საჯაროდ არ უნდა ამბობდეს, ნამდვილად განათლებული კაცია და ეს ხა ჩვენზე უკეთესმის, რომ ხა სანამ დაბომბვები არ შეწყდება, იქ ხა რევოლუცია ნამდვილად ვერ მოხდება. რომ შეწყდეს, მოხდება თუ არა კითხვა. შესაბამისად, აი ეს რეჟიმის ცვლილების გზა არ ჩანს. კი ბატონო, გაუნადგურე ინფრასტრუქტურა მერე თუ ავიცი ხა გუშინისით დაიბომბა ხო წყლის ფილტრაციის სადგურები და კი ბატონო სრული ქაოსი შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში, მაგრამ ეს მოიტანს თუ არა რეჟიმის ცვლილებებს, ეს კიდევ საკითხავია და შესაბამისად მეორე მხრივ არის დილემა, ეს რეჟიმი თუ დარჩა, ეს ომი 2 წელი გაგრძელდა თუ 3, ეს რეჟიმი თუ დარჩა, ალბათობა რომ თუ ომი შეწყდა, მერე ეს რეჟიმი აუცილებლად ორი ომი გადაიტანა, რომ უფრო გამალებით თქვათ ეცდება ბირთვული იარაღის შექმნას, რაც არ უნდა განადგურებული იყოს ბირთვული ინფრასტრუქტურა, ეს ალბათობაც არსებობს. ერთი მეორე მხრივ ისეთ შეიძლება დასუსტებული და ასე ვთქვათ გადაბომბილი იყოს ეს რეჟიმი, რომ არ კონდეს ბირთვული იარაღის შექმნის თავი, მაგრამ ისრაელის ამოსავალი წერტილია, რომ ამ რეჟიმის დატოვება მისთვის არის ეგზისტენციალური და სასიცოცხლო საფრთხე და მიუღებელი. თუმცა დაბომბვებით რეჟიმის ცვლილება თუ ადგილზე არ არსებობს რაღაცა ძალა და მოლოდინი რომ ხა პოლიციის სადგურებს რომ დაბომბავ ხა ხალხი მე თავის ხელში აიღებს ძალაუფლებას, ეს ეხლა ძალიან შორეული პერსპექტივაა ჩემი აზრით. მადლობა დიდი. გიორგი ხატიაშვილი გვერდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გიორგის თავმჯდომარებით საუბრობდით